ზედა ნამდვილი. მოგესალმებით, მე ვარ შათირა და მე არ მაქვს 160 IQ. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვიქნება ცოტათი განსხვავებული სტილის ვიდეო, იმიტომ რომ რამდენიმე დღეზე შემხვდა ჰიტას ვიდეო, სადაც დაიჩელენჯა თავი ვიდეოებში, სადაც არ ყვევდა რა იყო EA და რა იყო რეალობა. უსწორად გამოიტანეთ აზრი, მეც მიხარია რომ გამოიტანეთ აზრი. და დღევანდელ ვიდეოში ანალოგიურს ვიზამეთ და ვეცდები როგორც IT-შნიკმა ადამიანმა და როგორც ამ ხელოვნურ ინტელექტებში და რაღაცებში შეზრდილმა პიროვნებამ გამოვიცნო რა არის ნამდვილი და რა არ არის. და იმედია ბევრს გამოვიცნო და სისულელეებს არ ვისავ. მოდი დავიწყოთ და პირველი არის სუპის თუ რაღაცის მორევის ვიდეო და ვნახოთ რომელია AI და რომელია ნამდვილია. ზედა AI გენიოსი ვარ, წარმატებით ვწყებთ. ქვედაა ნამდვილი. გენია. ზედაა ნამდვილი. არ ვიციო, ტვინო გამხსან ძალიან მარტივია. ქვედაა ნამდვილი. ეგ რამდენიც ეგ არის 4-1. პირველ შეცდომა დავუშვი თუ არ და ნამდვილს გავდა ქვევითა ყველი ნამდვილად სწორად იჭრებოდა. ეს 3 თუ 4-1 მგონი მაგ ყველაფერს ვიდეოში გამოვაჩენ რამდენი თუ გებეია-ის. უიჭველი ისე დავჩელენჯდი მე რამდენიმე დღის წინ უიჭველი და გადავიღო მეთქი და უიჭველი უნდა მოვიგო მეთქი რომ სი უკვე ვგრძნობ რომ ვიგებ. და გავაგრძელოთ. ზედა ნამდვილი. პირველი ხო ქვედა ვთქვი. ამიტომაც პირველი მოვიგე. ქვედა იყო ნამდვილად 5-1-ია, იდეალური. კარგი, მოდი შევხედოთ ნამცხვებს. რომელია AI? ქვედა AI. რომელია AI? სოსოსები. ზედა ჰყავს AI-ს. იდეალური. კონსისტენციის მიხედვით ქვედა უნდა იყოს AI. კი არა და ხო. სწორი ვიყავი, კინაღამ შეცდომა დაუშვით. ვანადგურებ AI-ს. მასეთი რთულიც არ არის, ანუ რთული არის ახლა მართალი არ არის, მაგრამ ასეთიც არ არის, საშუალო რთულია რა. გადავიდეთ ვაფლებზე, რომელია AI და რომელია ნამდვილი. ვაფლი ერთ-ერთი კი არა და ალბათ ჩემთვის ყველაზე საყვარელი მილეულია და ამას აუცილებლად გამოვიცნო მეგობრებო. დავიწყოთ. თან იზიო. ქვედა AI. გენიოსი ვარ, რომელია AI? ზედა. ზედა ნამდვილი იყო? რანაირად არის ეს ნამდვილი? ბიჭო. ანუ რო უყურებ არ დავდეპრესიდეთ, არა უშავს. ეს უკვე რთულია, რომელია AI? ზევითა ფეხბურთებს, ქვევითა ის. ქვედაა ნამდვილი. და ზედა AI. გენიოსი. ეს არ ვიცი, რამდენია თქვენ დაითვალეთ. არ ვიცი, ძალიან ბევრია, ასე ვთქვათ, შეწერთ, თქვენ რამდენს იცნობთ ჩემთან ერთად. ან მჯობნით თუ არა ეგეც დამიწერეთ და გადავიდეთ შემდეგზე, იმიტომ რომ რაღაც სერიოზული რაღაცებია და არ ვლდებოდ ესეთი ჩელენჯები უნდა ვაკეთო ხოლმე ჩემთან თან სუპროსატუნიო ვარ შედა თვალები, თორე სულ გამომადებილებს ეს ხელოვნური ინტელექტი მე რამდენიმე თვეში ასაც უყურებ. ეს მარტივია ბატიბუტები. ქვედა AI. თავისთავად. წვადი? ზედა AI, იმიტომ რომ უცნაურად არის. ბრისკეტი. თუ ეს ბრისკეტი არ არის. ქვედა AI, იმიტომ რომ ხორცი უცნაურად იწვევა ისე წითლად. ხარდესაც სწორედ არ ვიცი. გონი რაღაც ამეტანი გენიოსი ვარ და კარგად მაქვს თვალი გაწრთობილი. ხوارდა 1 წლის წინ ესეთი რაღაცებს გაკეთება. 1 წლის წინ კი არა და
ხო, რამდენი წელს გამოში, 3 წელს წინ გამოჩა პირველად ეს ChatGPT რაღაცა ვიდეოები რო კეთდებოდა, ის Will Smith-ი რო ჭამს რაღაც იმებს სპაგეტს რო ჭამს, ის რა იყო ბიჭო და მაშინაც ესეთი ის იყო რომ რაღაცა საღოლ მაინც რო შექმნა კომპიუტერმა ეს თავისით რაღაცა ვიდეო საღოლ მაგარი იყო რომ დააგენერირა და ეხლა რო უყურებ ესენი რებია ბიჭო. აუ არა, ძალიან ის არის. მამაძაღლობას აქ ადგილი ახლომავალში ძალიან მამაძაღლური რაღაცები მოხდება და არ მომწონს თან Google-მა გამოუშვა ახალი AI ეხლა. ხო, ნანო ბანანა ქვია და ძალიან მაგრად აგენერებს ფოტოებს და რაღაცეებს. და მალე ფოტოების გარჩევაში ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზული ის იქნება, ისე რომ მართლა ვეღარ გაარჩევ რა. ვაფშე გაანულებს ყველაფერს და ეხლა ისაც რთულია ვიდეოებში და ფოტოებში, მაგრამ მე საერთოდ ეპიკურად რთული იქნება. არგით, გადავიდეთ კვერცხების შეწვაზე, კვერცხი პროტეინის ჩემი საყვარელი და საჭირო რესურსია და ვნახოთ რომელია AI. გვაქვს ორი კვერცხი. ზედა AI, იმიტომ რომ იდეალური ფორმა აქვს თითქოს. თავისთავად. ხორცზე ზედა ნამდვილი? არ ველოდებოდი მაგას. სალათი ქვედან AI. აბსოლუტურად ძლიერი ვარ. მოიცა, პიცა. ვერ მოვასწარი გამოც ძალიან დამაფიქრებელი ვიდეო იყო ეს რა იყო ბიჭო. რა ერთს უნდა გამოიცნო პიცა. რომელი იყო? რა ეს მართლა რთული იყო აღიარებ. აი, ხორცის და კარაქის კომბინაციით ვნახოთ ერთი რომელი იქნება AI და რომელი იქნება ნამდვილი, იმიტომ რომ ეს უკვე უნდა გამოვიცნო რაღაც ხორცებში ძალიან მართლა საკაიფოდ. რომელია AI? ზედა AI. მაშინ ზედა AI. თავისთავად. ეს pancake-ები ზედა იქნება AI, იმიტომ რომ ქვედაში უფრო რაღაც რეალურად ესხმევა თითქოს. აბსოლუტური პროფესიონალიზმი გამოვალდნენ მე დღევანდელ ვიდეოში უკვე ვავლენ აბსოლუტურ პროფესიონალიზმს. მოდი ერთ ვიდეოც ვნახოთ და ძალიან არ გაგვეწელოს. შეგვიძლია challenge მორჩეთ აუცილებლად დაწერთ კომენტარებში. მე რამდენი გამოიცანით? აუცილებლად უნდა მოხდეს ეგ საკითხი, იმიტომ რომ მაინტერესებს ვინმე მომიგებს თუ არა AI-ების გამოცნობებში. ვერ მომიგებ ჩანსი არ გაქვს, მაგრამ მაინც. და ბოლო ვიდეო კვერცხის დამტვრევის AI, რომელია ნამდვილი და რომელია რეალური, მაგას ეხლავე გავიგებთ. არგი. ზედა AI. შევწდი. ქვედა AI მაშინ, იმიტომ რომ ძალიან ნელა მოძრაობდა და ძალიან სულელებს აკეთებდა ქვედა. ამიტომაც სწორად გამოვიცანი თავისთავად ეხლა მაგას შეერჭვი არც მეპარებოდა მე რომ მას სწორად ვიზავდ. ქვედა AI ხო? თავისთავად კიტრის დაჭრის AI წესით საინტერესო უნდა იყოს. მოდი ვნახოთ კიტრის დაჭრა. ზედა AI. აბსოლუტურად და პამინდურის დაჭრაში ქვედა AI უეჭველი ხო? სწორი ვიყავი, სწორი აღმოჩნდი. კიდევ ერთხელ ჩემო დედუქციურმა უნარმა გაჭრა. ვახ, საინტერესოა ჩელენჯები. მართლა 160 IQ აქვს ჰიტას, იმიტომ რომ საინტერესო ჩელენჯი მოიფიქრა. აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემი არხისთვის განსხვავებულ ვიდეოს დასადევად ეს ჩელენჯი. მოკლედ, ესე მორჩეთ მეგობრებო, ჩვენ დღევანდელ ვიდეოს, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და დამიწერეთ კომენტარებში გინდათ თუ არა ამ სტილის ვიდეოები გამოვიდეს ხოლმე პერიოდულად gaming-თან ერთად. და თუ გენდობათ რომ ხანდახან მაინც დაიდოს ესეთი სტილის ვიდეოები, აუცილებლად გამოვა ჩვენს არხზე, ასე რომ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.